გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის შეპირებული ისრაელის ომის კოსმოგრამის განხილვის ვიდეო. მეგობრებო და ამ ვიდეოში უნდა ვისაუბროთ ასევე იმ პერიოდზეც, რა პერიოდშიც უკვე შევედით ყველა კოლექტიურად, კონკრეტულად ეს არის დაბნელებების კორიდორი. პირველ რიგში ვიდეოს დავიწყებ ჩემი თანადგომის და ემპათიის გამოხატვით ყველას მიმართ, ვინც ამჟამად იმყოფებით ისრაელში მეგობრებო და ვის ოჯახსაც სამწუხაროდ ეს ტრაგედია შეეხო. მეგობრებო, მე ყველას გისურვებთ მშვიდობას. ვინც დიდი ხანია ადევნებს თვალს ჩემს გვერდს და ჩემს პროგნოზებს, რა თქმა უნდა თქვენ გემახსოვრებოთ, რომ მე წინასწარ გაფრთხილებდით, რომ ოქტომბერი იქნებოდა სისხლიანი თვე. სამწუხაროდ ბევრმა ადამიანმა სწორედ ვერ გაიგო ეს ჩემი გაფრთხილება და ეგონათ, რომ ეს იყო რაღაცა დაპანიკების და დაშინების მცდელობა, თუმცა მეგობრებო, ვინც მე მიცნობს, მათ იციან, რომ არასოდეს ჩემი მიზანი არ არის ადამიანების დაშინება. პირიქით, ყოველთვის ვსაუბრობ იმაზე, რომ მაქსიმალურად ცივი გონებით მივიღოთ ის პროცესები, რაც ხდება ჩვენს გარშემო, ვიმედიტიროთ და განვითარდეთ სულიერად და გავუძლოთ იმ მძიმე ტრანსფორმაციებს, რაც ხდება ირგვლივ. და არანაირად არ დავკარგოთ ჩვენი თავი და არ დავეცეთ სულიერად. ყოველთვის გამხნევებთ ხოლმე ამ გაფრთხილებებთან ერთად, რომ ჩემი პროგნოზები ყოველთვის ხდება, იმიტომ რომ წინასწარ გაფრთხილებთ ხოლმე, როდის გვაქვს ყველაზე გაზრდილი კრიმინალი და სიკვდილიანობის დონე. მზე პლუტონის კვადრატიც გვექნება ძალიან მალე უკვე 23-დან რეალურად მზე რომ შევა, მალევე შექმნის კვადრატს პლუტონთან. მზე პლუტონის დაპირისპირება რომ გვაქვს ხოლმე პლუტონი გარდაცვალებასთან და ტრანსფორმაციასთან არის კავშირში, ხო? ამიტომ მზე პლუტონის რო გვაქვს ხოლმე ან შეერთება, ან ოპოზიცია, ან კვადრატი, ყოველთვის გაფრთხილებთ, რომ სიკვდილიანობის პერიოდია ხოლმე და ნუ გაგიკვირდებათ, რომ საოცრებებს გავიგებთ ტელევიზიით მალე. აი, ისევ გააქტიურდება ეს კრიმინალი და გარდაცვალება იქნება ადამიანების მასიურად, იმიტომ რომ მზე პლუტონის კვადრატი გვექნება ძალიან მალე. რა თქმა უნდა, ჩვენს კლიმატსაც შეეხება მერე და საკმაოდ რთული პერიოდია ხოლმე. კი, ანუ ყველა ადამიანი გადის ამ შინაგან ტრანსფორმაციას, როდესაც მზე პლუტონის კვადრატია ხოლმე. ოქტომბერი რომ იქნებოდა ძალიან სისხლიანი და რატომ იქნებოდა სისხლიანი, ამაზე ვსაუბრობდი მე ჩემს ლაივებში არაერთხელ, წინასწარ გაგაფრთხილებ კიდეც. საერთოდ ბოლო ლაივი მქონდა ისრაელის ომამდე რამოდენიმე დღით ადრე, აქ იქნება სკრინი ზუსტი თარიღის, როდის მქონდა. სწორედ იმ ლაივში ვსაუბრობდი, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ არის მოსალოდნელი უკვე მასიური გარდაცვალება ხალხის და აგრესია და სიკვდილიანობის დონის საერთოდ გაორმაგება და გასამაგება მსოფლიო მასშტაბით, იმიტომ რომ ამის მაჩვენებელი არაერთი ასპექტი დაემთხვა სწორედ ოქტომბრის თვეზე. ოქტომბერი ვიმეორებ ემოციურად, ფსიქოლოგიურად, ენერგეტიკულად არ იქნება მარტივი თვე. იმიტომ რომ უამრავი პლუტონის ნეგატიური ასპექტი იქნება, როგორც მერკური პლუტონის დაპირისპირება გვექნება, ასევე მარსი პლუტონის დაპირისპირება, მზე პლუტონის. 3 უძლიერესი სასიკვდილო ასპექტი იქნება ოქტომბერში. მასიური გარდაცვალება და კატასტროფები და კრიმინალის გააქტიურება მსოფლიო მასშტაბით. და მე ამას გავფრთხილებთ, იმიტომ რომ იშვიათად დგება 3 სასიკვდილო ასპექტი ერთ თვეში. ეს იყო 3 სასიკვდილო ნეგატიური ასპექტი პლუტონის. პლუტონი ასტროლოგიაში არის ცნობილი პლანეტა გარდაცვალების, ტრანსფორმაციის, ნგრევის და როდესაც პლუტონი სამ პირად პლანეტასთან ქმნის ნეგატიურ ასპექტს, კონკრეტულად ეს არის მზე პლუტონის დაპირისპირება, ეს არის მერკური პლუტონის დაპირისპირება და მარსი პლუტონის დაპირისპირება და სწორედ მარსი არის ომის პლანეტა და მარსი პლუტონის დაპირისპირებამ გააქტიურა საომარი მოქმედებები მსოფლიო მასშტაბით, მეგობრებო. ეს 3 ნეგატიური ასპექტი ჯდებოდა სწორედ ოქტომბრის პერიოდზე. და მე გავფრთხილებდით, რომ ოქტომბერი იქნებოდა ძალიან სისხლიანი თვე და წინასწარ მოიმზადეთ, რომ არაერთი მკვლელობა და ტრაგედია იქნება და ამ ყველაფერს გავიგებთ ყოველდღიურად ტელევიზიით. თქო, ამაზე ვსაუბრობდი. ამ ვიდეოში განვიხილავთ უკვე კონკრეტულად ისრაელის ომის კოსმოგრამას და ასტროლოგიური გამოთვლებით შევეცდებით, რომ გავიგოთ რას უნდა ველოდოთ ამ ომისგან, ვინაიდან პლანეტაზე მომხდარ ნებისმიერ სიტუაციას აქვს თავისი ფუნქცია, მეგობრებო. ამ ომის კოსმოგრამას თქვენ ახლა ხედავთ ეკრანზე. მეგობრებო, ეს ომი მოხდა 7 ოქტომბერს გამთენის პერიოდში.
და პირველი რასაც უნდა მივაქციოთ აქ ყურადღება, ეს არის სიკვდილის და გარდაცვალების ტრანსფორმაციის პლანეტის მდებარეობა. თხის რქაში თან ჯერჯერობით რეტროგრადულია, ხო? 10 ოქტომბრიდან უკვე გახდა დირექტიული პლუტონი, ხო? ტრანსფორმაციისგან გრევის პლანეტა. როდესაც ნებისმიერი ომის კოსმოგრამაში პლუტონი დგას რეტროგრადულობა ქმნის ერთგვარ შეფერხებას და დროში იწყება. მაეშასადამე ეს ომიც გაიწელება დროში. ეს არ არის ომი, რომელიც დამთავრდება ერთ თვეში დაუშვათ. არა. გაიწელება რამოდენიმე თვე მაინც. აუცილებლად გაიწელება დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. იმიტომ რომ ამ ომის კოსმოგრამა ჩვენ გვაფრთხილებს, რომ ამ ომს აქვს გლობალური მნიშვნელობა კაცობრიობის ისტორიისთვის. ეს არის ომი და ბრძოლა იდეოლოგიის საფუძველზე. ეს არის იდეოლოგია, მრწამსი და შეხედულებები, რეალურად. მე საუბრობდი იმაზე, რომ სატურნი კარმის პლანეტა, რომ შევიდოდა თევზებში 3 წლით, ეს გამოიწვევდა აქტიურებას ტერორიზმის, ხო, გააქტიურდებოდნენ ჯიჰადისტები, ტერორისტები და რელიგიის, მრწამსის და იდეოლოგიის საფუძველზე იქნებოდა ადამიანებს შორის დაპირისპირება. მე ამაზე ვსაუბრობდი და მეგობრებო, სატურნი თევზებზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა, ვინაიდან მე ჩემს წინა ლაივებში ვსაუბრობდი და წინა ვიდეოებში ამ სატურნზე და სუგპირდებით, რომ ჩავწერთ ცალკე ვიდეოს, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი 3 წელი გველის და ბევრი ცვლილება იქნება ამ სატურნი თევზების გავლენით. ეს შეეხება როგორც რელიგიურ თემატიკას, უამრავი რეფორმები იქნება და ცვლილებები, ასევე სამედიცინო თემატიკას, უამრავი რეფორმები, ცვლილებები, ასევე ასტროლოგიას და ეზოთერიკასაც. ბევრი რამ უფრო გამკაცრდება, ასე ვთქვათ, ამ სფეროში უფრო გადამოწმდება. და რა თქმა უნდა, თევზები არის კავშირში, ვინაიდან რელიგიასთანაც არის კავშირში, იქნება გააქტიურებული ტერორიზმი და მთელი რიგი ტერაქტები მსოფლიო მასშტაბით. სწორედ ამიტომ მოსალოდნელია მსგავსი იდეოლოგიური დაპირისპირება კიდევ მსოფლიოს რამოდენიმე წერტილში, არა მხოლოდ ისრაელში, მეგობრებო. იმიტომ რომ სატურნი რომ შედის თევზებში, თევზები არის კავშირში იდეოლოგიასთან, რწმენასთან და კიდევ წყლის სტიქიასთან. კაცობრიობის ისტორიაში იწყება პერიოდი, როდესაც გააქტიურდება წყლის სტიქია, ანუ იქნება უამრავი წყალდიდობები და კატასტროფები სწორედ წყლის სტიქიასთან დაკავშირებით და ასევე იმ ქვეყნებში ახლა ყოფნა არის საკმაოდ სახიფათო, რომელიც ესაზღვრება რაიმე ოკეანეს ან ზღვას. რეალურად. ამის გამო და კიდევ თევზები რა ქვეყანასაც მართავს ასტროლოგიურად, იმ ქვეყნებში იქნება მთელი რიგი საკანონმდებლო ტრანსფორმაციები, რეფორმები და ცვლილებები, მეგობრებო და ერთ-ერთი ვერსიით ისრაელს მართავს სწორედ თევზები. და რეალურად ისრაელი ეს არის ენერგეტიკულად საკმაოდ ძლიერი ადგილი, იმიტომ რომ არის ასეთი მოსაზრება, რომ ისრაელში არის პლანეტაზე არსებული ყველაზე დიდი პორტალი, კოსმიური პორტალი, საიდანაც განსხვავებული კონტრასტული ენერგიები აღწევენ ამ პლანეტაზე. სწორედ ამიტომ უამრავი რელიგიური დრამა თამაშდება სწორედ ისრაელის ტერიტორიაზე ისტორიულად. ეს არის ბრძოლა ორ ენერგიას შორის. თუმცა ეს თემატიკა უფრო არის კავშირში ეზოთერიკასთან და კონსპირაციულ თეორიებთან და ამაზე თუ გაინტერესებთ დაპლიუსტით და მე ჩავწერ კიდევ ვიდეოს რა ხდება ეხა პლანეტაზე ასტრალურად და რა ენერგიებს შორის მიდის ეხა დაპირისპირება და საერთოდ რა დროში ვცხოვრობთ, ეს თემატიკა თუ გაინტერესებთ, სულის კონტრაქტებთან არის ესეც კავშირში, პრინციპში ეს თემატიკა თუ გაინტერესებთ, მე ჩავწერ ამაზე კიდევ ვიდეოს, დამიწერეთ კომენტარებში, მაგრამ დღეს კონკრეტულად განვიხილავთ კოსმოგრამას. კოსმოგრამაში პლუტონი არის რეტროგრადული, მაშასადამე ეს ომი გაიწელება აუცილებლად დროში. ამ ომის დაწყების მომენტში ასცენდენტი, ანუ რუკის ერთ-ერთი ამომავალი მთავარი წერტილი იყო სასწორში მზის და მარსის მსგავსად. მაშასადამე მარსით და მზეც, ანუ ორი კაცური ენერგიის მატარებელი პლანეტა იდგა პირველ სახლში. მზე პირველ სახლში რას ნიშნავს? მზეს მოაქვს ცნობადობა და გლობალურობა, ხო? ანუ ეს ომი გახდა ძალიან ცნობადი და ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მსოფლიო მასშტაბით, ხო, ჩვენი პლანეტისთვის. ეს არის სწორედ მზე პირველ სახლში. მარსი პირველ სახლში
რას ნიშნავს ახლა ეს მარსი არის აგრესიის და ქმედების პლანეტა, ბრძოლის პლანეტა. მარსი პირველ სახში რომ ხვდება კოსმოგრამაში, ეს ყოველთვის ნიშნავს ძლიერ აგრესიას. პირველი სახლი არის ვერძის მმართველობის ქვეშ. და მარსი რომ დგას ვერძის სახლში, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ეს ომი პროგრესირდება ძალიან სწრაფად და იქნება ძალიან აგრესიული და დამანგრეველი ძალის მქონე მეგობრებო და ეს აგრესია, ვინაიდან მარსი დგას ასცედენტზე და ასცედენტი არის ის ფასადი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ეს აგრესია იქნება ყველასთვის თვალსაჩინო, ეს არ იქნება ფარული. ასევე აქ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ მომენტს, რომ მზე სასწორში და მარსის სასწორში ქმნის ნეგატიურ ასპექტს მთელ რიგ პლანეტებთან. კონკრეტულად პირველი ასპექტი, რომელსაც განვიხილავ და ეს ძალიან ცუდია იმ კუთხით, რომ სწორედ ბავშვების სიკვდილიანობის დონეს ზრდის. იმ დღეს, როდესაც დაიწყო ეს ომი, მთვარე იდგა კირჩხიბში, ხო, მთვარე კირჩხიბში არის დედობრიობის და ბავშვურობის სიმბოლო რეალურად ასტროლოგიაში და ოჯახის, ხო, ოჯახური ფასეულობების. მთვარისთვის ეს არის ძლიერი მდებარეობა. და მთვარე მარსის და მზე მთვარის კვადრატი გვქონდა იმ დღეს, ხო, დაპირისპირება, ანუ ნეგატიური ასპექტი, რას ნიშნავს ახლა ეს? ძალიან ბევრი ოჯახი განადგურდება და ძალიან ბევრი ბავშვი შეეწირება სამწუხაროდ ამ ომს. ეს შეეხება არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ფეხმძიმე ქალებსაც. რეალურად, ანუ ძალიან რთულია ჩემთვისაც ახლა ამის გაჟღერება და ამაზე საუბარი, მაგრამ ვინაიდან ძალიან დიდი დაინტერესება ამ ომის კოსმოგრამით, მე ყველა დეტალზე უნდა ვისაუბრო, რა და როგორ გველის მეგობრებო, იმიტომ რომ ნამდვილად ეს ომი არ ეხება მხოლოდ ღაზას სექტორს და ისრაელს, ეს ეხება რეალურად მთელს პლანეტას, ხო და ეს არის მთელი პლანეტის ტკივილი, სწორედ ამიტომ ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ. ფონზე ჩართული ახლა აურის გამწვენდი მუსიკა მეგობრებო და არ მიაქციოთ ყურადღება, ჩვენ ვაგრძელებთ ახლა საუბარს კოსმოგრამაზე. მარსის აგრესიის და ქმედების პლანეტის მდებარეობა სასწორში და მზის მდებარეობა სასწორში და ასცედენტიც, ხო, აღმავალი წერტილი არის სასწორში და ასევე დაღმავალი კარმული კვანძი კეტუ სასწორში. რას ნიშნავს ახლა ეს? ამ ომის მოგვარება რეალურად უნდა მოხდეს დიპლომატიურად. მაგრამ ჩვენ არ ვხედავთ არანაირ დიპლომატიას. ამ შემთხვევაში არც ისრაელი არის მზად დიპლომატიური მოლაპარაკებისთვის და არც პალესტინა, ხო? სწორედ ამიტომ ჩვენ ვხედავთ ასეთ დამანგრეվել ენერგიას ამ ომის. რეალურად, როდესაც ომის კოსმოგრამაში არის დიდი რაოდენობით სასწორის ენერგია, დიპლომატია გადაარჩენს უამრავ ადამიანს. დიპლომატია და მოლაპარაკება სწრაფვა ურთიერთ კომპრომისისკენ და ჰარმონიისკენ, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ჩანს, გარკვეულ პოლიტიკოსებს ეს დიპლომატია უბრალოდ არ აწყობთ და რატომ ვსაუბრობ ახლა ამას? ამ ომის კოსმოგრამაში იუპიტერი წარმატების და გაფართოების პლანეტა, სიმდიდრის პლანეტა რეალურად. დგას მერვე სახლში. მერვე სახლი არის გარდაცვალება, ტრანსფორმაცია და დიდი ფული. იუპიტერი ომის კოსმოგრამაში დგას კუროში. რას ნიშნავს ახლა ეს? იუპიტერი კუროში არის რესურსი, ხო? ანუ ადამიანებს ექნებათ ამ ომისგან გამოწვეული რესურსული დეფიციტი, ჰუმანიტარული დეფიციტი რეალურად. და ამ დეფიციტის შესავსებად გარკვეული ადამიანები გამდიდრდებიან. იუპიტერთან ერთად ასევე ურანი, ყველაზე ჩქაროსნული და სპონტანური ქაოტური პლანეტაც ამ ომის კოსმოგრამაში დგას მერვე სახლში, ანუ ბევრი მერვე სახლია მეგობრებო ამ ომის კოსმოგრამაში და პირველი და მერვე სახლი არის ყველაზე აგრესიული სახლები რეალურად. არ ვიცი როგორ დაამთქვეს ასე ეს ომი, რომ მაინც ასეთ აგრესიულ კომბინაციაზე გაეკეთებინათ, მაგრამ ფაქტია, რომ ურანი რომ დგას მერვე სახლში, ეს ნამდვილად არის ფატალური ომი. ურანი მერვე სახლში, მარტივად რომ ვთქვათ, იშიფრება, რომ სიკვდილი მოდის არსაიდან ძალიან სპონტანურად. სწორედ ამიტომ, როგორც სპონტანურად და არსაიდან დაიწყო ეს ომი, ასევე სპონტანურად ვფიქრობ, რომ დასრულდება
იმ დროს საერთოდ არავინ რომ არ ფიქრობს, რომ აი ეხლა უნდა დასრულდეს. ანუ ეს ომი იქნება ძალიან სპონტანური, ძალიან ჩქაროსნული და ამავდროულად ძალიან უცნაურიც. იმიტომ რომ ურანი რომ დგას მერვე სახლში, სწორედ ამას უნდა ველოდოთ ამ ომისგან. ურანი მერვე სახლში ასევე გარკვეულ რევოლუციასაც მოიტანს რეალურად. შეიძლება ადამიანებმა უკვე დაიწყონ ამ ომის გაპროტესტება. მიხვდნენ რაშია საქმე და გააპროტესტონ, იმიტომ რომ ურანს ძალიან უყვარს გადატრიალება, ძალიან უყვარს ტრანსფორმაციები და ძალიან უყვარს გაპროტესტება კოლექტიურად. ამ ომის კოსმოგრამაში მეგობრებო ჩანს, რომ ამ ომისგან გაკეთდება ძალიან დიდი ფული. ნუ ხა ჩემი საუბარია არ უნდა იმ ფაქტს, რომ ომში დიდი ფული კეთდება ზოგადად. მაგრამ აი ამ ომის კოსმოგრამაც ამას იძახის რეალურად, რომ ეს ომი იყო დეტალურად დაგეგმილი და ამ ომით მთელი რიგი ორგანიზაციები გამრიდრდებიან. ამ ომის კოსმოგრამაში სატურნი, ნეპტუნი, პლუტონი და იუპიტერი არის რეტროგრადული, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ეს ომი აუცილებლად გაიწელება დროში. რატომ მიდის ეს ომი ასე დაუნდობლად და სასტიკად? ამ ომს კოსმოგრამაში აქვს მარსი კვადრატი რეტროგრადულ პლუტონთან. მარსი პლუტონის კვადრატი ასტროლოგიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი და დაუნდობელი. ენით აუღწევად დაუნდობელი ასპექტია რეალურად მარსი პლუტონის დაპირისპირება. მით უმეტეს იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ პლუტონი ომის კოსმოგრამაში დგას მეოთხე სახლში. მეოთხე სახლი არის რა? ბავშვები, დედები და ოჯახები. ანუ ბავშვების, დედების და ოჯახების სიგნიფიკატორია. მეოთხე სახლი და პლუტონი თან რეტროგრადული, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ სიტუაციას, დგას მეოთხე სახლში და აკვადრატებს პირველ სახლში, ანუ საკმაოდ ძლიერ პოზიციაზე მყოფ მარსს, ასცენდენტზე. ეს ომი განსაკუთრებით გაანადგურებს ოჯახურ ფასეულობებს. სამწუხაროდ ეს არის ასე, მეგობრებო. სწორედ ამიტომ მე ყველას გირჩევთ, ვისაც გაქვთ საშუალება, ვინც ხართ წასული იქ, მე მესმის, რომ საკმაოდ რთულია დატოვება. შეიძლება შეეჩვიეთ კიდეც უკვე ისრაელს, მაგრამ მე მაინც ყველას გირჩევთ, რომ ჩამოხვიდეთ აქ. იმიტომ რომ ეს არ არის ომი, რომელშიც დაინდობენ ან ქალებს, ან ბავშვებს, ან თუნდაც ოჯახებს. პირიქით. ქალები, ბავშვები და ოჯახები არის ტერორისტების პირველი სამიზნე და ეს ჩანს კიდეც კოსმოგრამაში. ეს ომი პალესტინის მხრიდან არის ერთგვარი შურისძიება ისრაელზე, მეგობრებო. ეხლა ვინც გაიხსენებთ ისტორიას, რა და როგორ ხდებოდა ღაზას სექტორში, თქვენ მიხვდებით თუ რა შურისძიებაზეა საუბარი აქ. იმიტომ რომ როდესაც აქტიურად ასპექტების მხრივ პლუტონი არის ჩართული, ეს არის რა? ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის შურისძიება და ძალაუფლების მოხვეჭის მცდელობა და ამ ყოველივეს აქვს სასტიკად დამანგრეველი ძალა. ასევე ვინაიდან ამ ომის კოსმოგრამაში გვაქვს ვენერა სატურნის დაპირისპირება, ანუ ნეგატიური ასპექტი, ეს რას ნიშნავს? ვენერა არის სიმბოლო ქალების, ხო, ქალების გენეტიკური ხაზის. ანუ რომ გადმოვთარგმნოთ ახლა ეს ასპექტი ომის კონტექსტში, რას ნიშნავს ახლა ეს? ამ ომით განსაკუთრებით შეიზღუდებიან ქალები. შეიძლება მძევლების უმრავლესობა დავუშვათ ჰყავდეთ ქალები. ან გადაადგილების, მოძრაობის და ქვეყნის დატოვების კუთხით შეიზღუდონ ქალები. და ასევე ფინანსურადაც ქვეყნისთვის ეს იქნება დიდი ზარალი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკოსები და ორგანიზაციები გამდიდრდებიან მეგობრებო ამ ომით, მაგრამ ორივე მხარისთვის ამ შემთხვევაში ეს არის ფინანსურად საკმაოდ წამგებიანი ომი. იმიტომ რომ ვენერა არის ასევე ფინანსების სიმბოლო და როდესაც ვენერა უპირისპირდება სატურნს, რომელიც ასევე არის რეტროგრადული იმ პერიოდში, ხო? როდესაც ეს ომი დაიწყო, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი ფინანსური დანაკარგები იქნება ორივე მხარის მხრიდან. და განსაკუთრებით, აი ფინანსურად და ასევე ქმედებების კუთხით და თავისუფლების კუთხით დაზარალდებიან ქალები. ემოციურად, რეალურად, აი ყველა ისრაელში მყოფი ადამიანისთვის.
ეს ომი არის ძალიან მძიმე და დამანგრეველი, აი ფსიქიკისთვის ეს ომი არის ძალიან დამანგრეველი. აი სწორედ ამის მაუწყებელი კოსმოგრამაში არის მთვარე პლუტონის ოპოზიცია. ოპოზიციაც კვადრატის მსგავსად არის ნეგატიური ასპექტი მეგობრებო პლანეტებს შორის და მთვარე პლუტონის ოპოზიცია გვაქვს. მთვარე თან გვაქვს ძლიერ პოზიციაზე კირჩხიბში და როდესაც პლანეტა დგას ძლიერ პოზიციაზე და ქმნის ნეგატიურ ასპექტს რომელიმე პლანეტასთან, ეს კიდევ უფრო აორმაგებს ამ ასპექტის ძალას. სწორედ ამიტომ როგორც ფსიქიკის კუთხით საკმაოდ მძიმე გადასატანია ეს ომი, სულ რომ თქვენ არ გეხებოდეთ, მაინც რომ ჩაერთოთ ამ ომის ისტორიებში, აი თუნდაც რომ ნახოთ სიახლეები, ფსიქიკისთვის ძალიან მძიმეა ეს ომი. და ამას საუბრობს სწორედ ეს ასპექტი, მთვარე პლუტონის ოპოზიცია. და ისევ და ისევ პლუტონის სიკვდილის და ნგრევის სიმბოლოა, მთვარე კირჩხიბში არის რა? დედები, დედობრიობა, ბავშვები და ოჯახები. რატომ ვფიქრობ, რომ ხალხი გააპროტესტებს ადრე თუ გვიან? იმიტომ რომ ასევე ამ ომის კოსმოგრამაში დგას ვენერა, ურანის დაპირისპირება კვადრატი. და ვინც ადევნებს თვალს ჩემს ლაივებს, ყოველთვის როდესაც ურანი ქმნის დაპირისპირებას, რომელიმე პირად პლანეტასთან, მე ვსაუბრობ, რომ ხალხს მოუდება განთავისუფლება, ხალხს მოუდება ცვლილება და რევოლუცია. სწორედ ამიტომ სპონტანურად შეიძლება ხის დიდმა ნაწილმა გააპროტესტოს ადრე თუ გვიან დაიმახსოვრეთ ასევე ჩემი სიტყვები, რომ ამ ომს გააპროტესტებენ. რომს დაინიშნოს მოლაპარაკებები მხარეებს შორის, მეგობრებო, ამ ომის კოსმოგრამაში არის ერთი საკმაოდ მატყუარა და ილუზიების მომცემი ასპექტი. ეს არის მერკური ნეპტუნის დაპირისპირება. ნეპტუნი არის რა? ტყუილები, ილუზიები და ცრუიმედები. მერკური არის მოლაპარაკების, ინფორმაციის და კომუნიკაციის პლანეტა. სწორედ ამიტომ მხარეებს ძალიან გაუჭირდებათ მოლაპარაკება, რომც მოინდომონ ეს. იმიტომ რომ იქნება ტყუილები და ისევ მანიპულაციის მცდელობა. მე ვფიქრობ, რომ ამ ომის არეალი გაიზრდება აუცილებლად და სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან ამ ომში. მეგობრებო, იმიტომ რომ ეს არის ბრძოლა მრწამსის გამო და ეს კიდევ უფრო გამოჩნდება გარკვეული დროის შემდეგ. და საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ მთელი რიგი ტერორისტული ორგანიზაციები სწორედ ჰამასის მხარდაჭერის გამო გააქტიურდნენ და მოაწყონ ტერაქტები მსოფლიო მასშტაბით. იმიტომ რომ ვიმეორებ, სატურნი, კანმის პლანეტა დგას თევზებში. თევზები არის კავშირში რწმენასთან, იდეოლოგიასთან. სწორედ ამიტომ რწმენის და იდეოლოგიის ჯახი ეხლა არის მოსალოდნელი მთელი 3 წლის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით. სწორედ ამან გააქტიურა ტერორიზმი და ეს მხოლოდ დასაწყისია. საბოლოო ჯამში დრო რომ გავა, ამ ომის კოსმოგრამა გვეუბნება, რომ იყოს უკვე დრო ამ ომის დასრულების. იქნება ერთგვარი გადაუწყვეტელობა და სიამაყის მომენტი. რატომ ვამბობ ახლა ამას? ვენერა დგას ლომში, კოსმოგრამაში. ეს არის რა? ეს არის მედიდურობა და სიამაყე. ანუ პრინციპის თემაა, რომ ჩვენ მოვიგოთ ეს ომი, ხო? ორივე მხარე თვლის ასე. და მზის და მარსის მდებარეობა და ასცენდენტის ყველაზე გადაუწყვეტელ ნიშანში, რაც კი არსებობს სასწორში, ეს ნიშნავს, რომ ვერ გადაწყვიტავენ რა გააკეთონ საბოლოო ჯამში, ანუ დაასრულონ ეხლა ეს ომი თუ გააგრძელონ. მაგრამ ისევ და ისევ ვფიქრობ, რომ ეგო, მედიდურობა და ერთგვარი პრინციპები და ძალაუფლების მოხვეჭის სურვილი მაინც სძლევს მათ და ეს ომი კიდევ გაჭიანურდება და გაიწელება სწორედ ამის გამო. და მთავარი კითხვა, რას მოიტანს ეს ომი? სამწუხაროდ კაცობრიობა კოლექტიურად ჯერ არ არის იმ დონეზე სულიერად განვითარებული, რომ გარკვეულ პროვოკაციებს არ აყვნენ და პროპაგანდას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ისევ და ისევ ეს მსოფლიოს გაყოფს ორ ნაწილად, ხო? ანუ იდეოლოგიის კუთხით. გაიყოფა პლანეტა ორ ნაწილად, მეგობრებო, და ისევ ეს ომიც არის კაცობრიობის გაყოფის და იდეოლოგიური ჯახის გაღვივების მომტანი. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დააბნელებების დერეფანში შესვლამდე დაიწყო ეს ომი, მეგობრებო, რაც ხდება დააბნელებების დერეფნამდე 2 კვირით ადრე, ამ დერეფანის მსვლელობის დროს და ასევე 2 კვირის შემდეგ ყველაფერი არის ხოლმე საბედისწერო და ამის ცვლილება ფაქტობრივად შეუძლებელია ხოლმე. სწორედ ამიტომ
ისრაელის ისტორიაში ეს იქნება საბედისწერო და ძალიან გარდამტეხი ომი. ეხლა კი ვისაუბროთ უკვე თვითონ დააბნელებების კორიდორზე. მეგობრებო, 14 ოქტომბერს გქონდა მზის დააბნელება და მე ამაზე ვსაუბრობდი ჩემს ლაივში. შეგიძლიათ გადახვიდეთ ლინკი ქვემოთ იქნება და ნახოთ ეს ლაივი. ნუ რა ზოდიხოს ნიშნებს შეეხო ახლა ეს. სასწორებს, ვერძებს, თხის რქებს და კირჩხიბებს, ხო, ნუ კარდინალური ხარისხის ნიშნებს შეეხო განსაკუთრებით და ვისაც პირად რუკაში აქვთ ასცენდენტი მზე მთვარე ვენერა მარსი მერკური ამ კარდინალური ხარისხის ნიშნებში მეგობრებო. მზე და მთვარე გქონდა სასწორში. სწორედ ამიტომ სასწორებისთვის საბედისწერო პერიოდია. დაღმავალი კარმული კვანძიც კეტუ გვაქვს სასწორში, ხო? სწორედ ამიტომ აი პარტნიორული სფერო და დიპლომატია და მოლაპარაკებები არის ახლა წამოსული წინა პლანზე. ეს სფერო არის ძალიან გააქტიურებული და ბევრისთვის საბედისწერო. ამიტომ არ არის გასაკვირი ახლა ბევრი ადამიანი თუ დაშორდება ერთმანეთს, ვისაც აქვს დაუშვათ სასიყვარულო ურთიერთობა, ხო? იმიტომ რომ აი პარტნიორულ სფეროში საბედისწერო ცვლილებები არის მოსალოდნელი. თუნდაც დაოჯახება. თუმცა მე მაინც არ გირჩევთ ამ პერიოდში დაოჯახებას, მეგობრებო, ან დაშორებას, იმიტომ რომ ეს იქნება საბედისწერო, ანუ მე ვეღარ შეიცვლება ასე მარტივად. ყველაფერს რაც ხდება დააბნელებების პერიოდში აქვს საბედისწერო ბეჭედი დარტყმული სამყაროსგან, მეგობრებო, და შემდგომში ეს არ იცვლება, ამიტომ ამ ორი კვირის განმავლობაში არ გვინდა მნიშვნელოვანი წამოწყებები, მნიშვნელოვანი შენაძენები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. განსაკუთრებით სასწორებს ეხება ეს, განსაკუთრებით სასწორებს, ვერძებს, კირჩხიბებს და თხის რქებს და ვისაც ამ ნიშნების გავლენა აქვს პირად რუკაში. ისევ საბედისწერო ცვლილებები არნიშნავს ნეგატიურს. შეიძლება გადააფასოთ ბევრი რამ თქვენს ცხოვრებაში, რაც შემდგომში თქვენს სულიერ განვითარებას პირიქით დაუჭერს მხარს. შემდეგი დააბნელება უკვე მთვარის დააბნელება გვექნება მეგობრებო 28 ოქტომბერს. და ვინაიდან 24 ოქტომბრიდან მზე უკვე იცვლის ზოდიაქოს ნიშანს, გვექნება კომბინაცია მზე მორიელი მთვარე კურო. ეს იქნება უკვე სავსე მთვარეობა და მთვარის დააბნელება. რა თქმა უნდა, სავსე მთვარეობა და მთვარის დააბნელება მზის დააბნელებაზე უფრო ემოციურად მძიმე გადასატანია ხოლმე. იმიტომ რომ მთვარე არის ჩვენი ქვეცნობიერი და არის კავშირში ჩვენს ემოციებთან. ხო, ემოციურ ფონს აორმაგებს და აოთხმაგებს რეალურად. განსაკუთრებით ვინ იგრძნობს ახლა ამ დააბნელებას? მორიელები, კუროები, ლომები და მერწყულები. ანუ ვისაც პირად რუკაში აქვს ფიქსირებული ხარისხის, ანუ ამ ზოდიაქოს ნიშნების გავლენა. ვიხსენებთ პირად პლანეტებს მზე, მთვარე, ვენერა, მარსი, მერკური და ასევე ამომავალი წერტილი ასცენდენტი, ვისაც აქვს ამ ნიშნებში. ისევ და ისევ საკმაოდ ნეგატიური დღე იქნება ასპექტების კუთხით და განვიხილოთ ახლა თუ რა ასპექტები იქნება და რას ველოდოთ ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც გვექნება მთვარის დააბნელება. პირველ რიგში გვექნება მზე პლუტონის დაპირისპირება, მზე პლუტონის კვადრატი. მზე პლუტონის კვადრატი ზრდის ხოლმე სიკვდილიანობას, სუიციდურ აზრებს, დეპრესიულობას. სწორედ ამიტომ ამ პერიოდში ძალიან კარგია წმენდითი პრაქტიკები და მედიტაციები, რომ თქვენ არ აყვეთ ამ დეპრესიულ ტალღას, რაც იქნება გავრცელებული ამ მთვარის დააბნელების პერიოდში, მეგობრებო. გვექნება ასევე მთვარე პლუტონის კვადრატი დაპირისპირება და ეს კიდევ უფრო აორმაგებს, რა თქმა უნდა, სიკვდილიანობას, განსაკუთრებით ბავშვებში აორმაგებს ამას. ამიტომ მაქსიმალურად იყავით ფრთხილად ამ პერიოდის განმავლობაში. თუ ყავთ შვილი 28 ოქტომბერს მაქსიმალურად მოუფრთხილდით, არ გაუშვათ არსად, არის ძალიან აგრესიული და ძალიან საფრთხილო. მე უბრალოდ გაფრთხილებთ 28 ოქტომბერზე. გვექნება ასევე მერკური მარსის შეერთება. რეალურად შეერთება ზოგადად არ ითვლება ხოლმე ნეგატიურ ასპექტად, მაგრამ გააჩნია რა პლანეტასთან ხდება ეს შეერთება. როდესაც შეერთება ხდება მარსთან, ან პლუტონთან, ან სატურნთან, ეს ითვლება ავტომატურად ნეგატიურ შეერთებად, ანუ ნეგატიურ ასპექტად. გვექნება მერკური მარსის შეერთება, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსებს შორის, რომც დაინიშნოს 28 ოქტომბერს მოლაპარაკება, ამ მოლაპარაკებას ექნება უფრო მუქარის ენა და მუქარის სახე. ანუ ვერ მოილაპარაკებენ. ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანებს აკლიათ ხოლმე დიპლომატია და ხდებიან უფრო აგრესიულები ვერბალურად, უფრო უხეშები.
გვექნება იუპიტერის მთელი რიგი ოპოზიციები პირად პლანეტებთან. მეგობრებო, იუპიტერი არის გეოგრაფიის სიმბოლო და ყველაფრის არეალს ზრდის. სწორედ ამიტომ ომის კონტექსტით რომ განვიხილოთ, მე ვფიქრობ, რომ 28 ოქტომბრისთვის უკვე ჩაერთვებიან სხვა ქვეყნები ამ ომში, მეგობრებო, და არეალი საგრძნობლად გაიზრდება. იმიტომ რომ გვექნება მზე იუპიტერის ოპოზიცია, მერკური იუპიტერის ოპოზიცია, მარსი იუპიტერის ოპოზიცია. მარსი არის ბრძოლის და აგრესიის პლანეტა. სწორედ ამიტომ მარსი იუპიტერის ოპოზიცია რომ დგება ხოლმე, ეს ყოველთვის ზრდის ომის არეალს. რომ განვიხილოთ ახლა ეს ასპექტები არა ომის კონტექსტში, არამედ ადამიანების კონტექსტში, რას უნდა ვერიდოთ? რეალურად იუპიტერის კვადრატები ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გაგვიცრუდება იმედები იმ პერიოდში. ანუ გვექნება ზედმეტი მოლოდინები და გაგვიცრუდება იმედები აუცილებლად. განსაკუთრებით ეს შეეხება, რა თქმა უნდა, მორიელებს. მორიელებო, რაიმე საქმეს თუ წამოიწყებთ იმ პერიოდში, მე არ გირჩევთ რომ წამოიწყოთ, იმიტომ რომ ნეგატიური პერიოდია განსაკუთრებით თქვენთვის, მაგრამ თუ მაინც მოგიწევთ რაღაცა საქმის წამოწყება, გექნებათ გრანდიოზული მოლოდინები და ზედმეტი ოპტიმიზმი, იმიტომ რომ იუპიტერი რომ ქმნის ნეგატიურ ასპექტს პირად პლანეტებთან და ეს პლანეტები იქნება მორიელში. სწორედ ამიტომ მორიელებს განსაკუთრებით შეეხება ეს. ამ პერიოდში ყოველთვის ადამიანებს აქვთ ხოლმე ზედმეტი მოლოდინები და ეს მოლოდინები აუცილებლად გაუცრუდებათ, იმიტომ რომ არსებობს სამყაროში ბალანსის კანონი. როდესაც ზედმეტი მოლოდინი გვაქვს, ეს არ ახდება, რომ დაბალანსდეს ენერგეტიკულ დონეზე ეს ენერგიები. ამიტომ მორიელებს განსაკუთრებით ვაფრთხილებ. ოქტომბრის ბოლო თქვენთვის არის ძალიან საფრთხილო და ნეგატიური პერიოდი. მორიელებს ვაფრთხილებ და კუროებსაც რეალურად. და გარკვეულწილად ეს შეეხება ლომებსაც და მერწყურებსაც, მაგრამ მორიელებს განსაკუთრებით. რაიმე საქმეს თუ წამოიწყებთ, აუცილებლად არ უნდა გქონდეთ ზედმეტი მოლოდინები. შეეცადეთ მიყვეთ დინებას და ზოგადად წამოწყებები ჯობია გააკეთოთ უფრო გვიან. აი, როდესაც ჩაივლის ეს 28 ოქტომბრის მთვარის დაბნელება, მერე რომ გქონდეთ ეს წამოწყებები, უმჯობესია. მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. საკმაოდ მძიმე ვიდეო გამოვიდა, იმიტომ რომ ვისაუბრეთ იმ რთულ პერიოდზე, რა რთულ პერიოდშიც ვართ, განვიხილეთ ისრაელის ომის კოსმოგრამა. თუ გაინტერესებთ კიდევ ამ თემის განვრცობა და უკვე ტრანზიტული პროგნოზი თუ გინდათ რომ შევადგინო ამ ომზე და არა მხოლოდ კოსმოგრამა განვიხილოთ, დამიწერეთ კომენტარებში აუცილებლად. გააზიარეთ ეს ვიდეო, რომ უფრო მეტმა ადამიანმა, უფრო მეტმა ემიგრანტმა ნახოს ასევე ეს ვიდეო. მეგობრებო, ვინც ჩამოსვლას აპირებთ, მე გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას და ყველას ვუსურვებ მშვიდობას. ალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და რა თქმა უნდა დაელოდეთ ჩემს შემდეგ ვიდეოებს.